მივესალმები ჩემ ნანი ნანატრ მაყურებელს როგორ ხარ ჩემ ოქროებო რა ვიცი ეთყობა ამ ჩვენი გადაცემიდან ჩვენთვის კეთილ განწყობილი საზოგადოება იღებს იმას რაც საჭიროა და არიან გველსისინები რომელსაც შხამია ავიცი ეს შხამის გამოყოფა საქართველოში მე მგონი ძალიან დიდი რაოდენობით ხდება და სიტუაციასაც ეთყობა უკვე ამ პოლიტიკას ეთყობა ხალხის განწყობას ეთყობა რა ვიცი რაში დახარჯონ ეს შხამი და რაც მე შხამს ხარჯავ ბიოლოგებთან მე ახლო ურთიერთობა მაქვს მით მეტის გამოყოფა ხდება ხოლმე და სადღაც აიღონ ეს შხამი არიცია მოკლედ ისეთი რამები გავიგე რომ ძალიან ჩამორჩენილი ყოფილა ამ თემაში და დღეს ახლა სანამ შემოვიდოდი სტუდიაში კონსულტაციები გავიარე ამ თემაში გარკვეულ ადამიანებთან იქ ხელოვნური ინტელექტი ჩავრთეთ კიდე რომ რა არის როგორ არის რანაირად არის და ერთ რამეს მივხვდი მე ჩემო ძვირფასო საზოგადოებაო რომ ქართველი ხალხი კარდინალურად არის გამოცვლილი რა. რა კუთხით ახლა მე გეტყვი და ნუ ერთად ვივსჯელოთ, აგერ არა ხარ თქვენც კაცო, რა სისულელია რა. ეხლა ნახეთ რა ხდება. ბიჭო, სულ მიკვირდა რაღაცა ეს ხალხი რატო გარდაიქონა ესე, რატო ესე. მე ჩემი აზრით მე კვლევა ჩავატარე რომ ქართულ რძის ნაწარმს რა პროცენტი საზოგადოებისა იღებს და რითი და საკმაოდ დიდი რა სადღაც 60%-მდე იმაშებიან იღებს რძის ნაწარმს ქართული საზოგადოება და ძირითადად ეხლა რა ისინი არის სოფლის რძე იმდენი არ არის იმიტომ რომ უკვე ის ფირმები რომლებიც არიან დაკავებული და რომელსაც აქვს დაპყრობილი მთელი ბაზარი ესენი გახლავთ სოფლის ნობათი სანტე აგროჰაბი ეს ამათ აქვთ ყველა მაგრამ ეხლა რა აღმოჩნდა ნუ არ ვიცი გაკვირვებას და გაკვირვება ჩემი რამოდენიმე კუთხით განვითარდა ჩემო მეგობრებო რა ერთი ის რომ სკლინტმა ძალიან სერიოზული რაღაცა როლი ითამაშა ქართველი კაცის ცხოვრებაში და მე არ ვიცი შეიძლება მაგასაც დავაბრალო რომ სკლინტიან რძეს რო იღებს ეს ხალხი მაგითი რაღაცა როლი ხო არ შეეცვალა ქართულ გენეტიკას და ქართულ წარმოშობას ხوانა რამეში ხო არ გადავიდა იმიტომ რომ ეს კლინტი რაღაც ძალიან სერიოზულ ფაქტორად გამოჩნდა რა, იმიტომ რომ კვლევის საგანი გახდა და ჯერ სადიყვნენ აქამდე ეგება მომავალში ჩემი თხოვნა იქნება რომ არსებობდეს რაღაცა ლაბორატორიები რომელიც რას ჭამთ რძეში თუ სკლინტს ურევდნენ და რა ვიცი სხვა რამეში რას ურევენ არ ვიცი უკვე ჩვენ ჯანდაბას უკვე იმდენი რამის ჭამას ავართ მიჩვეული ეს ქართული საზოგადოება რომ არც მიკვირს ჩემო კარგებო რომ სკლინტი რაღაცა ლამაზი ფორმით რომ ბავშვები არიან ცოდოები და ეგება ჩვენმა თაობამ ამდენმა ჭირ ვარამ გამოულილმა და ნაჭამმა რეების არნაჭამმა ხალხმა რა ვიცი ეგება ყველაფერზე ვიზრუნოთ იმაზე რომ რაღაც ცოტა ბავშვებმა მაინც არ ჭამონ რა ეს ისინი და ბატონი ამ თემაში ღრმად განსწავლული ადამიანები ბატონი პაატა იმნაძეს გამაოგნებელი განცხადება წავიკითხე რომ ალფა ტოქსინ M1 როგორ ჩავიწერენ ახეთ ალფა ტოქსინ M1 უსერიოზულესი რაღაცა არ არისო ისეთი ის არისო მწვავე მოწავლას ვერ გამოიწვევს უნდა ყოველ დღე ჭამო დღეში ორჯერ უნდა ხაჭო ჭამო დღეში სამჯერ რძე მიიღო რაღაცა რო გამო არა საშიშროება შეიძლება არის მაგრამ ისეთი არ არისო ეხლა თლათ არ გინდათო ეგ ამბავიო რა ამის გარდა ამ ალფა ტოქსინ M1-ის გარდა აგერ გუშინ თუ გუშინ წინ აღმოაჩინეს აფლატოქსინი
ეს რაღაცა ენა ვერც დაიმახსოვრებ და afla ჯერო ვერ დაიმახსოვრებ ისეთ რამეს რო გასმევენ წარმოიდგინე ხა რაღა უნდა მოგივიდეს ეს aflatoksinია არა ნუ აი რაღაცა მითოდა ცოტა იუმორში გამო რა იუმო aflatoksini დალია და არ გასკდა თქვენი მუცლები რატო გასმევთ აბა არ გვინდა aflatoksini რძე დაგვალევინეთ და იმას მინდა მიმართო ამ კლინტის თუ სკინტლის თუ როგორც არის ხა სხვადასხვა კუთხეში სხვანაირი და მოდი შევთანხმდეთ სკლინტს დაუძახებ რა თუ ეგეთი სასარგებლოა თქვენ კაი დედმამიშვილებო პირდაპირ რაღაც ძროხით ატარებთ და იმაშობით გამოვაშროთ რაღაცა ზოგი ნახევრად მშრალ მდგომარეობაში ზოგი თხევად მდგომარეობაში პატარა ქიშმიში ქართულად მივცეთ ქიშმიში ან ნიგოზი ან ვანილი მოვაყარო და პატარა პაკეტებად გავყიდო და თქვათ რომ ეს არის ქათმის კლინტი რომელიც არის საოცარი რა TikTok-ებში რო არის ხოლმე ეხლა ხო ნახეთ რომ გინდათ რომ მამაკაცობა გაიუმჯობესოთ ჭამეთ რაღაცებს გვითვლიან დააჭირეთ ჯერ ამას მერე ის და ნუ გამოდგება რომ გინდათ რომ თირკმელი განიკურნოთ რა ეხლავე თორე წაშლიან ამას და რა ისი ფარმაკოლოგია რა ისა ეგეთი რამე თუ სკლინტია არაფერზე არ იფიქრო ძმო დაწერილი გექნება ჯვარი პირდაპირ ზეციური ჯვარი გექნება და 60-ში ხართ ჩვენ თუ სკლინტი ეგრე გვარგებს ქართულ საზოგადოებას მე გეუბნებით მე დაგეხმარებით მე ვივლი ფეხ და ფეხ ვივლი მოვივლი როგორც ოთარანთ ქრივი ამბობდა რკინის ქალამნებს ჩავიცვავ და გავიტან ამ სიტუაციას იმიტომ რომ ეს ქიშმიშიანის კლინტი ყოფილა რაღაცა საოცარ ყველაფერს არჩენს ყველაფერს აი რა ვიცი მომწერეთ თუ გინდა ამას არჩენს მე გეტყვით რომ არჩენს ამას არჩენს ყველაფერს არჩენს კლინტი მივიღო დიდი რაოდენობით მე შეიძლება კლინტის გარდა სხვა რამე აღმოჩნდეს აი მაგალითად ეხლა ლაპარაკი ქონდა და ჩემს მეგობრებთან და კაი აზრი მომაწოდეს რომ ინდონეზიაში, ფილიპინებზე და ვიეტნამში არსებობს ეგეთი პაწაწინა რაღაც იმას ცხოველი არის მუსანგი ქვია მე არ ვქონდა გაგებული თურმე შენ რები იცი და რა თურმე რას მალავს ჩვენი ბუნება ჩემო კარგებო მუსანგი დაიმახსოვრეთ ეს არის ცხოველი რომელსაც ძალით აჭმევენ ყავას ეს მუსანგი ვერინელებს ამ ყავას და კუჩი რო გადის ეს დიდი რაოდენობა არ არის ხა ჩალიჩიც არ დაიწყო და გამოწერა და თემუზე და იმაზე არ დაიწყოთ რა რომ არ არსებობს ამ მუსანგის ჩაყლაპული და განავალში მყოფი ყავა ყოფილა თურმე რაც ყოფილა $1300 ღირსმაო 1 კილოგრამი დაგილევია თურმე ხო და აბა მაშინ ნუ ნურც ლაპარაკობთ რამე საკითხებზე რა და თან ახეთ მიღებულ ყავას კოპილუაკი ქვია თურმე ინდონეზიაში და ფილიპინებზე და ვიეტნამში განსხვავებულად ეძახიან მაგაშია საქმე კაფეჩონი ქვია ვიეტნამში თურმე მოხდებით გაფიცებთ ყველაფერს ერთი დალიე და მე მომწერეთ რა კორკოთ კაფეჩონი დავლიე და ნუ ეგეთი რამე რა ვიცი რა გითხრათ ეგეთი რამე არ არსებობს ჩემო ძვირფასებო რა მოკლედ რა უბედურებაში ვართ კი ხედავთ ჩემო გევლოთ ჩემი თავი მე მგონი უბედურება თუ ბედნიერება ეს კიდევ გასარკვევია იმიტომ რომ ცოტა რთული არის ეს ამ ადამიანებს ეგება სიკეთე უნდათ ქართველი ერისთვის მაგრამ არ იმოქმედა კარგად პირდაპირ გეტყვით და შეწყვიტეთ სკლინტით ქართველი ხალხის გამოკვება იმიტომ რომ რას დაემსგავსა 5 წლის წინ იყო ამას წინათ ეხლა არ ხდება 5 წლის წინანდელმა ნაჭამმა ტყემალმა 5 წლის წინანდელმა ნაჭამმა სკლინტმა დღეს მოჭრა კბილი ქართველ კაცს მეტი ეხლა არ ვიცი ძმო დღეს მოჭრა კბილი ქართველ კაცს და რა დღეშია ერი შეხედეთ რა ერი გაყოფილია ორად ერთი ქსე უნდა და დაცხებენ ერთმანეს და გაუბედურებენ ესე იგი
სათავეში მყოფი ადამიანები ამათ წამლავენ. ეხა ახალი შეიქმნა რაღაცა, ხო? კომისიები, რომელიც 12 წლის წინანდელ ამბებს ირკვევენ ეხლა. ეხლა ეს კლინტის ამბავი ამათმა წამოწიესე და მიდის. ჩვენ რა ვქნათ? აი გაფიცებთ ყველაფერს, როგორ მოვიქცეთ? სკლინტი ვჭამოთ, იმითი დავტკბეთ ეხლა რომ მიდის დღეს თურმე ეს ამბავი. არ ვიცი, რა უბედურებაში ვართ, ხალხო, არ ვიცი. ზარი მაქვს ეთერში ერთი მოვიდეს, აბა. მოვბრძანდით, ძმაო, მოვბრძანდით. გამარჯობა ბატონო გია, ძალიან საინტერესოდ საუბრობთ. გაიხარეთ. საინტერესო თემა, მე ვერ არ ყოფნის ეს განვითარება, ერუდიცია არ ყოფნის, რომ სკლინტებზე ვილაპარაკო, უნდა ჩაუჯდე ამ თემას და მე გავაცრო საზოგადოებას. დიახ, ზოგადად სოფლიოში ძალიან ძინო ვითარება არის, რაც გამოიხატება იმაში, ომებშიც ასევე უკრაინა მართლმადიდებლები ჯვარს აწვეს, ესეც ვთქვათ, რომ ფაქტიურად აი ამ ნიუდეველმა ზელენსკიმ მასხარამ ჯვარს აწვა უკრაინა როგორც ერი. მეორე პრობლემა არის სოროსი, რომელიც შეიძლება მისგან მიმართულად შეიძლება კი არა მოქმედებს მოსახლეობის განადგურების და სკინკლების არა შეიძლება ნამდვილად არ ჭირდება არ ჭირდება მიზან მიმართულად აკეთებს თავის უბედურ საქმეებს სოროსი. რა თქმა უნდა საქართველოს 2004 წლიდან ებრძვის, როდესაც ეკლესიებს და ანგრევდნენ და მაშინდელი ხელისუფლება ტაშს უკრავდა და ასე ვთქვათ დაბრმავებულად ყველაფერს აკეთებდა მათი გულის გასახარად და ერთი მხრივ ეს ჩვენ დავინახეთ რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი აქედან იწყებს მართლმადიდებლობასთან ბრძოლა მიმდინარეობს გაცხოველებულად 2004 წლიდან ქართველი ხალხის მენტალიტეტის შეცვლა მიმდინარეობდა და ბინკეთ უარყოფით პროცესებს რა თქმა უნდა და ჩვენი აზრით ახლა საჭირო არის რომ ნელ-ნელა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და დავბრუნდეთ ჩვენ ქართულ ძველებურ მენტალიტეტს როდესაც უბრალოდ სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა, სიყვარული დაფასება და განადგურა. აი ბატონო ჩემო, შემოგევლო ჩემი თავი. ძალიან ორგანულად და ისე კარგად მსჯელობ და ლაპარაკობ. ოღონდ აი ერთი აი სუფთა მეგობრული კითხვა მაქვს თქვენთან. იმის გარდა რასაც ბრძანებთ, რომ სიყვარული გადაგვარჩენს, ეს ისეთი რაღაცეებია, რომელიც აუცილებლად ჩვენში თუ არ დევს, ვერ მოვიგონებთ ამას. თქვენი აზრით, თუ გაქვთ რაიმე რეცეპტი იმისა, აი ამ გადარეულ და აღზევებულ ადამიანებს საქართველოში ორ ფლანგს, რომელიც მზად არიან დაეტაკონ ერთმანეთი და გაძიძგნონ. რამე სხვა აი რეცეპტს ხო არ შემოგთავაზებდით თქვენსას რა? რეცეპტს შემოგთავაზებდით ბატონო გია იმას რომ უნდა იყოს სხვა ძალებიც პარლამენტში. არ შეიძლება ეს ორი ძალა რატომ არ უნდა იყოს თქვენი პატრიოტული ალიანსი ძალა რომელსაც აქვს შუა არ უნდა გაიკრიფოს და სოციალისტური იდეები საჭირო არის სწორედ ამას მოყვა პატივისცემა არ უნდა კონდეს ზოგს მაღალი ხელფასი დიფერენცირება ამხელა ვის გაუგია არის ვის გაუგია დიახ აი ჩემო ბატონო ნახეთ შემოგევლო ჩემი თავი ზუსტად დიაგნოზი დასვით ახლა თქვენ და გეტყვით მე ჩემსას რა პარლამენტში ამათ უნდათ რომ ორი ძალა ყოფილიყო ხო და რატო უნდათ იმიტომ რომ ერთი კვებავს მეორეს რა ხო არის არა პარაზიტები რო არიან რომელიც სისხლით იკვებებიან ორივე იკვებება ადამიანების სისხლით რომელიც ჩვენ ცხოვრობთ აქეთ ამათ გონებაც აღარ ყოფნის ქართულ კაცს ამ სკლინტნაჭამ ხალხს უკვე რა იმიტომ რომ აღარ იციან რა რომელია სწორე და იმას მიემხრობიან თუ ამას დაანახვებენ ამის ცუდად მოპყრობას ამას დაანახვებენ ამის ცუდ საქციელზე ნახეთ როგორ არის არადა აი ესეთი კარგი თეატრი მიდის რა ამ ერთზე ნაციონალურ მოძრაობაზე დგას
ოცნება, ხალხს არ უნდა რომ კიდე ნაციონალურ მოძრაობა და ოცნებას კიდე არ უნდა რომ ნაციონალურ მოძრაობა გააქროს. მე ვიღას დაუპირისპირდება და რა არგუმენტი ექნება. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, ჩემო კარგო. დიახ, ეს არის კიდევ და ანუ ერთმანეთს ასე ვთქვათ, ერთმანეთი აწყობთ ამ ძალებს, რადგან უფრო ასულ დგმულებენ, გენაცვალოს ჩემი თავი ერთმანეთს ასულ დგმულებენ, ზუსტი სიტყვაა ესა რა. ზუსტი სიტყვა არის და დაუბრუნდები ისევ რომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გამოსწორება უფრო და აქამდე უკვე სხვა მდგომარეობა გვექნებოდა ალბათ ყველა სფეროში შევხედავთ ჩვენ როგორი ვითარება არის ქაოსის სუფერს ამ ყველაფერს და უბრალოდ ეს ნარჩენები ეს სოროსები რაღაცები გადაიდგა ნაბიჯები მაგრამ უფრო ადრე რომ მოხდარიყო ეს უკვე სხვა მიმართულებით და კიდევ არ მოგწონს რომ ევროკავშირი დირექტივებს გვაძლევს ხედავთ ბატონო გია როგორ გველასაუბრებიან ეს როგორ შეიძლება ესე იგი ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა რომელიც მაგათ დაკრულზე იცეკვავს ჩვენ ოდითგანვე ისტორიულად თავისუფლები ხომ არა ყველაფერი მაკეთკენ მივყავს ჩვენ გონიერება არ ყოფნის დღევანდელ ხელისუფლებას ევროკავშირთან დაპირისპირება სიკეთეს არაფერს არ მოგვიტანს ეხლა ვიღაცა მავანი მეტყვის რომ როგორ კორკო ჩვენ პრინციპებს უღალატოთ მე რო გეუბნებოდით ან ჩვენი აი ეს პატრიოტ ალიანსი რო გეუბნებოდა ჩემი სამეგობრო რო გეუბნებოდათ მაშინ რომ უნდა დამთავრებულიყო ეს დიადი სვლა მიშასი და მიშას პარტიის და უნდა გაგვეგრძელებინა რაღაცა ნორმალური ცხოვრება, მაშინ არაფერს არ ამბობდით. ეხა ამოწიეთ, იმიტომ რომ გაგიჭირდათ და დაიწყეთ რაღაც კომისიების გაკეთება. დიახ, ასე არის. როგორც კი მოვიდნენ, მაშინ უნდა დამდგარიყო ეს ნიურნბერგის პროცესი. მაშინ უნდა გაიგზავნებინა მართალი. და ეხლა კიდევ რა ვიცი, იცით, ეხლა მე იმას ვფიქრობ, რომ ამდენი ფონდებია ფაქტიურად და ამხელა სარეველები ძალიან გაუჭირდებათ ამოძირკვა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს ანტიქართული ფონდები მენტალურად ყველანაირად უთხრამდა საქართველოს ეს თაობებს უთხრამდა ყველანაირად მოკლედ სერიოზული სამუშაოებია. ჩემი და თქვენი გასარკვევი არ არის უნდა გაერკვია იმ უშიშროებას, რომელსაც დაკვირვების ქვეშ ყავდა მთელი საქართველო. მე რა ვიცი, ტუალეტშიც მოსასმენი მიდგას, რა შვები და როგორ შვები და ის ხალხი, რომელიც ესე თავხედურად შემოდიოდა ფული და მიედინებოდა იქითკენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო. მე ნუ მეწუწუნებიან მაგას რა, ეს დღევანდელი ხელისუფლება. რა თქმა უნდა. მე ნუ მეწუწუნებიან. უკრაინაზე მწუხვარ. დიახ, მართლმადიდებულ ქვეყანაზე როგორ ვერ მოიშორეს ის თვითონ უკრაინელებს რატომ არ აქვს პროტესტი ამ ზელენსკის ვერ გამიგია. ეს არის სააკაშვილზე უარესი. უბრალოდ ერთი დონის. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო. დიდი მადლობა ჩართვისთვის. ღმერთმა მშვიდობიანად და კარგად გვამყოფოს ჩვენ ქვეყანაში რა. გაიხარეთ. აი ჩვეულებრივად ადამიანმა ჩამოაყალიბა ის, რაზეც საუბრობთ და ალბათ ჩვენი მსმენელების უმეტესობა ეგრე აკეთებს, რომ ზუსტად ესე ფიქრობს. მაგრამ ნახეთ რა მოხდა ჩემო კარგებო, არა შუა გაიკრიფა რა მართალია ეს ადამიანი რა. შუა გაიკრიფა, იმიტომ გაიკრიფა, რომ არც მოგცეს საშუალება, რა თუნდაც ეხა კიდე ზედმეტი ადამიანები უნდათ პარლამენტში. ის ხალხი ჭირდებათ ვიზეს დგანან თვითონ და ვისთანაც ურთიერთობითაც ხალხს ანახებენ რომ აი ესენი თუ მოვიდნენ შენ მერე ნახე რა რაღა უნდა ვნახო მერე თქვენ სად იყავით საერთოდ ან ვინახართ მოდი ესე დავიწყოთ რა პარლამენტში ერთი გადახედ გადმოხედეთ რა მეგობრებო ერთმანეთს რა მიშას დატაკები ხართ ნაციონალურ მოძრაობას დატაკები ხართ როცა ყველაზე ძლიერები იყვნენ მთელი სახელმწიფო ჩვენ გვებრძოდა ძმაო და დღეს მიგდებული ყევარ და იმას კი არ ტირი ვარ მიგდებული ყევარ და ბიჭო იმა თქვენ პატივს ვეტერანებს არ ასცემთ 100 მანეთი დაუნიშნეთ ხელფასად ადამიანებს რომელსაც თავისი სიცოცხლე დადეს იმ და თავისი სიცოცხლე დადეს იმის სანაცვლოდ რომ წასულიყვნენ და ქართველების
სახელით ტყვია გაესროლათ. რეიტუზების წავიდა აქედან ბიჭები. ნახევარს ავტომატები არ ქონდათ ძმაო. და თქვენ რამეს ამბობთ, რომ 100 ლარი აქვს ამ ბიჭებს ხელფასი, ზოგს მორფინის ცეძახით და ზოგს კიდე რაღაცა ინტერესის გამო წასულებს იქა. ნუ არ ვიცი. ეს თუ სწორია, მაშინ ეგრეთი სწორით გზით გევლოთ უყველას რა. მე არ ვიცი, მე იმ ქვეყანა, სადაც ვეტერანებს და დამსახურებულ პატრიოტებს პატივს არ სცემენ, ის ქვეყანა ვერასოდეს ვერ იარსებებს. რაც არ უნდა ბევრი ფულიც იყოს ცავსე და ეს ფული კი გაქვთ, რა ვიცი. აგროვებთ, გავა 4 წელი, დაურიგებთ ამ ფარჩაკებს კიდე, ვინც მზად არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. ხმის გაყიდვა და სხეულის გაყიდვა თუ რამეთი განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მე მგონი ხმის გაყიდვა უფრო ცუდი რამე არის. ის ადამიანი ქემაინც იცის რასაც აკეთებს და თავის სხეულს ყიდის და შენ ხმას ყიდი და ხმას რო ყიდი უკვე ისეთ ადამიანს აძლევ ხმას, რომელიც შეიძლება ხვალინდელი დღისთვის ძალიან მძიმე იყოს საქართველოსთვის. რა ვიცი, მე ეგრე ვფიქრობ. ხო, გავაგრძელოთ ის თემა, ეხა თავარია ევროპამ გაიგებს თუ არა, როგორ გაიგებს ჩვენის კლინტის ჭამას რა. რანაირად მიუდგებიან ეხა მაგას ძალიან რთული პროცესია. შეიძლება აკრძალვა გამოაცხადოს კლინტის ჭამაში ან რაღაცაში. ეხა ვიღაცამ წამოიკნავლა იქ, რომ გერმანელები აძლევენ საკვებად, ევროპაში აძლევენოს კლინცო საკვებათო რა. რა ვიცი ხა რა მოგახსენოთ. და აფლატოქსინი შედის თუ არა შიგნიდან კიდე ალფა ტოქსინ M1 არ ვიცი. იქ ნორმალურად არის. და ჩამოაყალიბეთ ხელისუფალნო ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ამას ყურადღებას გაუწევს. თურქეთიდან იმდენი რამე შემოდის და ონკოლოგიური ავადმყოფობები ისე არის მოდებული ჩემ ქვეყანას, რომ რაზე უნდა ვილაპარაკო არც ვიცი უკვე რა ფაქტიურად. მართლა გეუბნებით რა. აი მართლა გეუბნებით, ისეთი კატასტროფული მდგომარეობები არის ჩემ ქვეყანაში რა. ზარი მაქვს ეთერში. მოგესალმებით ბატონო გია, თქვენ საპატიციო საზოგადოებასაც. გაიხარე შემოგევლე, გაიხარე. ეხლა მე ცოტა დავამატებდი, რომ ხალისი ცოტა ავწიო და ნასტრაენიე რო იქია. დიახ. სანგის გარე ბიძაშვილი არის ცივეტა სამხრეთ ამერიკაში. იგივე იმას რო იტყვია რუსულად იქვე. აი და ეს სამი სპელი ბაბი რო იტყვია და აი ეგ გამოყოლი ექსკრემენტები არის საუკეთესო კოპი ლუაკი, როგორც თქვენებიარი და საკმაოდ სიამოვნება ეს ანუ იზავენ რომ 300 ფუნტი ღირს უნსია წარმოიდგინეთ, არც მეტი არც ნაკლები. ხალხო დავეძალოთ მაგას, მივეძალოთ ძალიან გამო ჩვენ ახლა ჰაერში ესე არ შეიძლება ქაოსურად რომ სკლინტების შეგროვება დავიწყოთ. უნდა ჩამოყალიბდეს რაიმე ორგანიზაცია, ხელისუფალმა უნდა გაწიოს და ჩამოაყალიბოს და გაყიდოს რა სკლინტად, განავლად, ეგება განავალს ისედაც ფართო სპექტრით გვაჭმევენ, მე მგონი და ეს ჩამოაყალიბონ და რაღაცა ცივილური სახე მისცენ ამ ყველაფერს რა. აი ვინ ჩაუდგება სათავეში ბატონო გია, აი ეგ არის საინტერესო ვინ უთავებს, რომ სამხრეთ აფრიკაში ჩავიდეს რაღაც ჯგუფი თვითონ პარლამენტარები. დიახ. თუნდაც იცარეს სოზარ სუბარის თამამით რა მეტაურობით, ანუ ჩამოყალიბდეს ეგეთი ჯგუფი. და აი ეგ ცივეტას ექსპერიმენტი ჩამო, უზბეკურ ბლოკში ჩაგდებული ერთი კაი შავი ოპიუმი. მეაყოლონ კოკაინით ბოლივიელი ბიჭების გრევი და ეს თუნდაც უკვდავებას რა იწვევს ისიგია ეხლა გეტყვით რამდენიმე კოლიბრი რო ერთად გამოივლის და მაგ პროცესში რო ხარ და თავზე დაასკლინტავს კაც აი თუნდაც ეგო ეს რუსები ამბობენ ვიში პილატაშ რა ვიში მაგას ვიძახი ხო და მე გააკეთო მართალი მზადე დაგიჯერო გას ხო შეიძლება თქვენ დაგიჯერო მაგეთ არ მენდობიან შენ ახლა ნახე სკლინტების დატაცება თუ დაიწყო საქართველოში რა კი ბატონო რავი აბა აი თვითონ ვიცინით თუ არის სატირლათა გვაქვს საქმე, მაგრამ იქნება გამო არა ცოტა თუ არ გავიცინე, შემოგევლოს ჩემი თავი. შეიძლება დავდებილდეთ საბოლოოდ რა. კი, გვაგიჟა, არ გამოუვათ, არა, ჩვენ ვერ გავხტეხავენ, ისეთები გავიხარე. გაიხარე, გენაცვალეში. დიდი მადლობა ჩართვისთვის, გაიხარე. ძმაო, საღაზრად უკვე წავიდა და ალბათ ხანდახან უნდა თუ არ გავიცინეთ მართლა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი თხოვნა ხელისუფლებისადმი თუ არა და ჩვენც მივმართავთ ახლა ევროსაბჭოს რომ
რომ ხელისუფალმა გააკონტროლოს სკლინტიანი საჭმელებს ნუ გვაჭმევენ რა ძალიან აი ჩვენი თხოვნაა რა არ გვინდა რა ვიცი არ გვინდა ძმაო ვისაც გამოუშვეთ დააწერეთ რძეს სკლინტიანი რაღაც მაგარი იქნება რა რძეს სკლინტიან ხაჭოს სკლინტით არ რაღაცა დააწერე და ვისაც სურვილი ექნება ჭამოს ისინი ისედაც ჭამენ სხვა რამესაც და ჭამონ რა ისა ჩვენ გაგვანებეთ თავ ვისაც არ გვინდა ძმაო აი სურვილი რო არა გაქვს ეგრე ძალით შეიძლება ჩატენო რაღაცა არ ვიცი ნუ ეს მე მგონი არასწორია ეს ძალადობა არის უკვე რა ეს არის ძალადობა და ძალადობა სისხლის სამართლით ისჯება მოგიბრუნდები და ვინც მაგას უშვებთ ძმაო დაგიპირისპირდება ძალიან დიდი საზოგადოების ნაწილი რა სარიმაქ ეთერში მობრძანდით საღამო მშვიდობისა საღამო მშვიდობის ჩემო ქალბატონო ბატონო გია სიტყვა ტოქსინი თვითონ საწამლავს ნიშნავს და ექიმა თავის თავს როგორ უნდა მისცეს იმის უფლება რომ თუნდაც აი მილიგრამებში იყოს და ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს საწამლავი და იმაზე თქვას რომ ეს არ არის ორგანიზმისთვის მავნებელი აი ესეთი ექიმი როგორ უნდა იყოს თანაც ხელმძღვანელ პირად კარგად ბრძანდებოდეთ აი უცბად რა მომივიდა ნახეთ ჩემო ქალბატონო აზრად ვინც ჩათვლის რომ ეს ნივთიერება ქათმის კლინტი არაფერს არავნებს ადამიანს ეგენ უნდა მოვაგროვო და დაუყარო ეს ქათმის კლინტი რამდენი შეუძლია შეჭამონ რა აი ეგ იქნება ყველაზე მაგარი მე მგონი რა ეს იქნება გენიალური აზრი რა ვიცი ვინც თანახმა ხართ შეგიძლია ჩემ Facebook გვერდზე მომწეროთ რომ თანახმა ხარ და ეგ ხალხი ჩვენ გამოვავლინოთ ვინც ამბობს რომ ტოქსინები და ეს ქათმის კლინტი არაფერს არავნებს და ავდგეთ და დაუყაროთ რა ძმაო და ერთი სადამდე გაძლებენ არ ვიცი რა მობრძანდით ეთერში ზარიმაქ ვა ძალიან შორიდან დაიწყო რაღაც ზარი გაითიშა ხო ჩაერთეთ მეგობრებო და მაინტერესებს მაგრამ თქვენი აზრი რომ აი რა აზრი გაქვთ ახლა თქვენ შეიძლება ისეთი საიდუმლოება დევს კლინჩი რომ აი მე მაგალითად ჩემი დონის და ჩემი განვითარების და ჩემით არ შემიძლია რომ ეს რაღაცა დადებითად შეოფასო შეიძლება მეშლება მე არა მაქვს ამ კუთხით მეცნიერული განათლება ზარიმაქ ეთერში მობრძანდით ალო გესმით ჩემი ხო დიახ ბატონო ჩემო გამარჯობოთ ბატონო კორკოთ მოგესალმებით გაგიმარჯოს ღმერთმა ძმაო იცოცხლე აი ორი შეკითხვა თქვენთან როგორ კაცური კაცი კაი ადამიანი და კარგი მოქალაქე დიახ ეს საკითხი ახლა რაზეც ვამბობ დღეს ახლა აი ცოტა მე თემას გადაუხიე აი დღევანდელი ისმინდა გავიხსენ აი 9 აპრილის ამბავი დიახ 9 აპრილი მე ახლა 73 წლის კაცი ვარ დიახ ყველა საკითხი მიტინგი მინახე მაგრამ არავისი შეურაცხყოფ არ მიმიყენებია ის იყო მართალი არ იყო მე მომისმენია ჩემი აზრი მქონია დამიფიქრებ აი ახლა დღეს რასაც უყურებ 36 წელი გავიდა ამ 36 წლის მანძილზე არ ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ მოქალაქე არ მიეშვას როგორ შეიძლება ადამიანს ყვავილი მიყონდეს თუნდაც არ იყოს ამ ქვეყნის გულშემატკივარი მიცვალებულთან და შენ არ უშვებდი ყვავილი დადვას რომ მიცვალებულ სანთელი დაუნთოს და მეორე შეკითხვა აი ჩვენ გვაქვს ახლა ტერიტორიები დაკარგული დიახ ჩემ ცხოვრებაში აი მე რომ მისხახა ძალიან მიგი მოდი 100 მილიონს მოგცემ და ნუ იყვი ნუ სამართლოს დაბრუნებას ნუ აფხაზეთის დაბრუნებას მე მას არ ავიღებ თუ ვისანაც ჩვენ დავმარცხით ვის წაგვათა თუ ოდნავ მაინც არ დაელაპარაკე როგორ შეიძლება მაშინ ეს ტერიტორიები ჩვენ დავიბრუნოთ ზამთრით ხო ვერ დავიბრუნოთ ამიტომ მე მიმეჩინე ასე ვის არის დობით აქტურილი პირი უნდა ჩავიდეს მოსკოვში შეფცეს იქ დობით აქტურილი პირდაპირ ეთერით გაუშვა რა საცნებით რა საშუალებით რა უნდა გავაკეთოთ ეს ტერიტორია დავიბრუნოთ რა სხოულოთ ჩვენ და რა სხოულოთ რუსეთი აი ეს უნდა გაჩვენდეს გაიგოთ ერთხელ და სამუდამოდ ერმა და ბერმა ვიბრუნებ თუ არ ვიბრუნებ გაგახაროს ღმერთმა ძმაო მე ერთ რამეს ვიტყვი მართლა გადაუხვიე მაგრამ ყველგან ეს 9 აპრილის თემა არის დიდება იმ გმირებს დიდება იმ საზოგადოებას რომელიც 9 აპრილს ერთადერთი მიზნით იდგა საქართველოს უყვარდაც უყოლას არავინ
თავის ცხოვრებას ესე იაფად არ გაწირავს. რამე იდეალი თუ არა აქ. და ეს იდეალი იყო საქართველო. იქ ვიყავით სულ ყველანი აბსოლუტურად. რა იყო და როგორ იყო, ყოველ დღე იქ ვიყავით და დედას ფიცა ვარ დახოცილის ამბავი რომ გავიგე, აი შეიძლება არა მაქვს ბევრჯერ ეს ქვითინი ამივარდა რა. ქვითინი ამივარდა ჩემი უძლურებისგან, ჩემო კარგებო, რომ მე ვერა ვარ ისეთი ძლიერი, რომ ჩემ ქვეყანას საქართველოს რაღაცა კარგი გაუკეთო და ესე მერევიან ეს სალდაფონები, რომელიც ჩვენ გოგოებს და უფრო გოგოებს და ბიჭებს და იმაზეც ამივარდა კიდე ქვითინი და ტირილი, რომ კაცებმა ვერ დავიცავეთ ჩვენი გოგოები რა. მართალს გეუბნებით. ყველაფერს ვიცავა, რომ ეგრე იყო. მაგის შემდეგ ძალიან ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ავიცი, თვითონ იქვე ისეთი რაღაც სიბინძურეები მოყვა 9 აპრილის ამბავს, ვიღაცა აი მართლა ძუნძგლიანი ვიღაცები ფულის შეგროვება დაიწყეს, სხვა იდეალებზია ლაპარაკი, სხვა რამეზე ვიდექით იქ და ამათმა რაღაც ფულის შეგროვება მეზიზღებიან ის ხალხი პირდაპირ იმ წუთში მოითხვარა რა, როგორც შავლეგოს რომ ღეროდით პირველად ყანწიმები გიხდებოდა შავლეგო რომ დავცხებდით ამას ბურძგლი მივლიდა და ბოლოს ისეთი საზოგადოება ღეროდა ეს ფარჩაკები რომ რაღაცა რომ დათვრებოდნენ და თან სმენითაც რომ ვერ მღეროდნენ და ვერც გული მერეო შეაზიზღეს ქართულ კაცს რა ესე არის ბიჭო 9 აპრილია შენ რო განიცდი ვიღაცად გეხარ და ალყა და არტყი მაგას სხვებიც მიუშვი რა ჩვეულებრივი ხალხი მიუშვი ნუ დაარქმევ ამ ოცნებას და ნაციონალებს რა ის ხალხი მიუშვი ვინც რა ვიცი ჩვეულებრივი ადამიანია და ვისაც უნდა რომ რაღაცა დღევანდელი ტკივილი თქოს მაგრამ ოცნების ერთი რამე მიგვირს ახლა თუ დაფიქრებულ ხართ იმაზე ნაძვისხე დადგით ნაძვისხესთან არ მიგიშვეს 9 აპრილია 9 აპრილზე არ მიგიშვეს კი არ იმას კი არ გიფითილებთ რომ არიქა ძალაჩარიე და მაგრამ რაღაცა ხო უნდა მოიფიქროთ რომ ესე როდემდე შეიძლება ცხოვრება ზარი მაქვს ეთერში გამარჯობა დოდონოგია გამარჯობა შემოგევლე რა გულნათკენ სწორად საუბრობთ ეხლა თქვენ რაც ახსენით ეს მართლა ასეა ეგრეც უნდა იყოს მაგრამ ამას გაგება უნდა შეგინება უნდა და სწორად გაგება უნდა თქვენ რაც მოხებით ეხლა ხო შემოგევლე ეგრეა ჩემო ძმაო ეგრე ამას უნდა სწორად გაგება ეხლა ერთი რამე მინდა რამდენი ხანია თქვენ გენეგატო პირაობით შენს სტუდიაში ვერ შევხვდი რა ერთი რაღაცა მინდა თქვა რა ბრძანე ჩემო კარგო ბრძანე ეხლა ჩვენ თავრობას მინდა ერთი მადლობა და კალანდეს მადლობა და ივანიშვილის მადლობა რო უთხრა კი ბატონო ნება სურვილი აქ თავისუფალია ძმაო რა ყველაფრის თქმა შეგიძლიათ ხო და მადლობა რაში უხდით იცი დიახ მე წროვანი კაცი ვარ პენსიონერი კაცი ვარ და შეიძლება ხვალ მოვკვდე და ჯოჯოხეთში მოხვდე ხო და ჯოჯოხეთის კურსებს რო გვატარებს ამაში მინდა მადლობა გადაუხტარო რომ მოგწინის მერე იქ თავისუფლად მიცხოვრებ უპრობლემო ამაში მინდა მადლობა გადაუხატო ჩვენ თავრობას და კალანდებს ისე რა გამახსენდა იცი შემოგევლოს ჩემი თავი წმინდა მამებს აქვთ ნათქვამი რომ რაც მეტი განსაცდელი გექნება დედამიწაზე მით უფრო წვრთნაში იქნები წვრთნაში და სხვა რამეში არა ეხა ამის წვრთნაში იმ წვრთნაში იქნები რომ საბოლოო სასუფეველი დაიმკვიდრო და ეთყობა მაგ-კუთხით არიან მიმდგარი ბევრი ოცნების ხელმძღვანელობა რა ვიცი მე ეგრე თქვენც ამიტომ მინდა და მადლობა მეთქვა ჩვენ თავრობისთვის თქვენც კარგი იუმორი ქონიათ ბატონო ჩემო გაგახაროთ ღმერთმა
აი ხარ ვიდრე შენ ტელევიზიით გამეჟღერებია აგერა გაჟღერდა კიდევაც რა თურმე ნუიტყვი და აგერ დიდი მადლობა თურმე ნუიტყვი და იმიტომ გავდივართ ამ ტანჯვას და უბედურებას რომ სამუდამო საუკუნო სასუფეველი დავიმკვიდროთ იმ ქვეყანაზე. ოღონდ უნდა ჩავაბაროთ, წუწუნი არ დაიწყოთ, ფულზე არ გაყიდოთ თქვენი ცუდი მდგომარეობა. მიიღეთ ის რაც ღმერთისგან არის გამოგზავნილი. ესია სამწუხაროა თუ არ ვიცი. ეხა ერთი იდეა დამებადა რა სულ გამოდის რომ ჩვენ ჩალიჩობთ იმას, ამას, იმას ვაძაგებთ ამას. აი პირდაპირ ჩემ მაყურებელთან მაქვს ეგეთი აზრი და ძალიან გთხოვთ, გინდა Facebook გვერდზე მომწერეთ, გინდა ისე, გინდა ჩაერთეთ და მე თქვით. ხო არა აქვს აზრი, რომ მე რომ საზოგადოებამ არა თქვას, რომ ჩვენ საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა ძმაო არაფერში იმ ოცნებამ გამოაგზავნა ნაციონალებმა. აი მოდი, პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ თავზე იმის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მე მაგალითად გია კორკოტაშვილს შემიძლია ეგეთი პასუხისმგებლობა ავიღო. თუ რომელიმე უბანი, აი თქვა ნახალოვკა სიტყვაზე, ან ვერა, ან ვაკე, ან საგარეჯო, ან ის ხალხის დიდი რაოდენობა შემომთავაზებს თავის რწმუნებით ადამიანს, ვინმეს, დავითს, გიორგი, სულ ერთია, ოღონდ რწმუნება უნდა იყოს რაღაცა განსაზღვრული წესით რა. დავსვავ პირდაპირ ეთერში და იმ პროგრამას წავაკითხებ ძმო პირდაპირ ეთერში, რაც ჭირდება თავის რაიონს და იმ ადგილს, სადაც ეს ცხოვრობს. მერე უკვე პასუხისმგებლობად ვეღარ გადააბრალებთ სხვას, იმიტომ რომ თქვენ იქნებით იმ ადამიანებზე პასუხისმგებელი, ვისაც გამოუშვებთ ჩემთან სტუდიაში. ზარი მაქვს ეთერში. ალო? ბატონო. გამარჯობათ ბატონია. გამარჯობა ჩემო ქალბატონო. თქვენი თაყვანისმცემელი დღიდან გაცნობისა. დიახ. თქვენი არხის და ამავე დროს 9 ბროს მოწამლული. შემოგევლეთ თქვენ, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ, ჩემო. მადლობთ გენაცვალე, დიდი მადლობა. აი მინდა თქვენ მიპასუხოთ. დიახ. უკვე ვანო მერაბიშვილმა თუ კი რამ შეღავათები გქონდა ამ ჩვენ მოწამლულებს, ყველაფერი გაგვიუქმა. ეხლანდელ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რომ მოვთხოვეთ, რომ აღედგინა ჩვენი შეღავათები, პასუხის ღირსადაც არ ჩაგთვალა. და აი მაინტერესებს თქვენი აზრი. დღეს ისინი იმსახურებდნენ მორალურად, იმსახურებდნენ თუ არა მისვლას 9 აპრილის მემორიალთან და გვირგვინების მიტანას, როდესაც დიდი ბოდიში, როგორც სხვა ყველა, ჩვენ 9 აპრილის მოწამლულები ფეხებზე ვკიდივართ. აი მაინტერესებს. ეხავე ჩემო ძვირფასო, თუ გნებავთ, არ გახვიდეთ ეთერიდან და მე აი ეხავე დავაფიქსირებ. ვინც 9 აპრილს დაზარალებულ ადამიანებს სხვა მდგომარეობაში არ ამყოფებს, ანუ უწინარესად არ თulis თავისზე და შეღავაც არ უწევს, ის არის პირველი ტერი ჩემი ქვეყნის. იმიტომ რომ თვითონ არ ეყო ერთი ადგილი იმისთვის რომ გამოსულიყო და თავი გაეწირა და იმასაც უგულვებელყოფს და აპუსტიაკებს რა. გინდა დღევანდელი ხელისუფალი იყოს და გინდა ვანო მერაბიშვილის დროინდელი ხელისუფალი. აი ეს არის ჩემი პასუხი ქალბატონო. ბატონია, ჩვენსავი თუ ანგაროს იმ ღამეს, აღარავინ აღარ მდგარა საქართველოს. ვიცი, შემოგევლე, იქ ვიყავი მე. ძალიან ზუსტად ვიცი ყველაფერი, იქ ვიყავი. და როგორ მიყვარდა ერთმანეთი იმ ღამეს და როგორი ლამაზები ვიყავით სულ ყველანი. რას ლაპარაკობთ? ის გოგონარო ფანდურზე მღერის, ან გადაღლილი ხალხი რო იყო წინა დღეებში. გიგლა მოვიდა მაშინ ჩიქოვანი და იკოშვილი იყო მაშინ იქ და რაღაც აი ერთ თბილისელები რაღაც ისეთ ერთად ისე და ერთ-ერთი მონაწილე მოვიდა და უთხრა გიგლას რომ თუ შეიძლებაო ხალხიო ძალიან გადაღლილი ამ შიმშილობისგან და თქვენ ვიცი რომ ჩიქოვანების ოჯახიდან ხარ და რამე სიმღერა რომ დავცხოთ არ შეიძლებაო და გიგლამ კი ბატონო და მე დავიწყებო და აქ იქნება ხალხიო და უცბად ბიჭო, ამა ჩაკრულო დაიწყო.
როგორი ამაღლებული ღამე იყო ბატონია, როგორი ამაღლებული ღამე, როგორ ეხლა ცრემლი მომდის მე რა. მაგარი ბიჭები და გოგოები იყვნენ მაშინაც და რა გახდა ბიჭო, რატო ჭამთ ერთმანეთს ერთი მუჭა ხალხი? იმიტომ რომ ის ვიღაცა აღვაზეოთ იმ დღეს რაღაცა დადეს ჩემი ის ამოჭრილი აქედან რაღაცას ვაძაგებ იმ ხალხს ვინც ფული აიღო ამ არჩევნებში და ეს ოცნების წევრები რომ ეტაყნენ ეს ისინი ზონდერები რო ყავთ ქალები საზიზღარი არ ვიცი რა რაი თქვენ უბედურ დღეზე გაჩენილებო თქვენ მე იმდენი მაგათ თქვენ სად იყავით საერთოდ ეხა გადახედეთ თქვენ ოცნებას და მიხვდებით ვინ არის ნახევარ ნაციონალები არიან მე რაც მაგინეთ გონიათ რაღაცა ესე მაგინეთ პირდაპირ შემხვდით და მაგინეთ რა თუ ვერ აგიხსნით ხო და თქვენ მერე მაინც იმას იზავთ დაგინაყავთ მაგ თავყბას და მაგი დამთავრდება ყველაფერი არ იჯგიმებით აქ რამის თავი მაინც გქონდეთ თქვენ ფულზე გაყიდულო უნამუსოებო კარტოფილზე და ხახზე გაყიდულებო იციან ვის შესთავაზონ ბადნოგია იციან შემოგევლეთ თქვენ დიდი მადლობა და მე კიდევ ერთხელ უსვავ ხას ვინც 9 აპრილს დაზარალებულია და მოწამლული არის სახელმწიფომ ფხა გამოისხით და სწორედ განსაზღვრეთ მიაქციეთ ამ ხალხს ყურადღება მიაქციეთ იმიტომ რომ ჩვენი ნამუსი და სვინდისი ეგ ხალხი იყვნენ ვინც სარგებლის გარეშე იდგა ეხლა თქვენის გევასებათ ვისაც ფულს ატენით და თქვენ ხმას მოგწამენ ვეტერანებს როგორ არ აძლევთ ბიჭო 100 ლარზე მეც რაღაცე უნდა გელაპარაკოთ არ ვიცი რა გული მწყდება იცი რატო თქვენ ამ ხელაზე გელოდით 100 საწარმოდან დაწყებული და რა ვიცი სასაცილოდ გახდა ეხა რეებს აკეთებთ რა დრამატურგიით დგავთ რაღაც სცენებს და აღარ ჯერათ არავის აღარ ჯერათ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენი რო აღარ ჯერათ ნაციონალები არ თქვენ გინდათ ესე დაარქვა და ესე არ არის რა აი ძალიან მოკლე ხანში მე ვარ პირადად იმის თქმელი ძმაო რომ აი აქ სტუდიაში მეყოლება ის ადამიანი ვისიც ჯერა ქართველ ხალხს და ისინი ილაპარაკებენ იმ ავზე თუ კარგზე სარიმაკ ეთერში მობრძანდით საღამომშვიდობით მეგობარო საღამომშვიდობის შემოგევლე გაიხარე ჩემო ძმა უფორმოდ აღიუსეთ გაიხარე და ოთხვა შემოგევლე თქვენი თავიდან დღევანდელ დღეზე საუბრობთ და როდემდე უნდა წერან პოეტები რაღაცა ვქით და როდემდე უნდა ჭამოთ ერთმანეთი ამ ქართულიდან მაგრამ აი თუნდაც ეხა მოვედი სამსახურიდან ჩავდი ტელევიზორზე და უყურებდი ისეთ რაღაცას დაპირისპირება იყო ორივე მხარეს ამას ხომ მთელი მსოფლიო უყურებს ის 9 აპრილი გადავიტანთ იმის გამო რომ სიყვარული ქონდა ერთობა ქონდა და დაპირისპირება ჩვენ ქართველებს არ ქონდა ერთმანეთში ერთიანობა ქონდა და მტრის წინააღმდეგ ყოფილიყავით ხო ეხლა ვდგავართ იქ საზოგადოებას გულისხმობ ანუ ქართველებს ჩვენაირებს და ერთმანეთს ჭამ ხონა მივიდეთ ეს ქართველები იმ დონეზე რომ ნუ ჩემი გადმოსახედიდან გამსახურდი აქ მე ეროვნული ქვეყანა გაყოლია არავინ ხო თავის შემოგევლე გავერთიანდეთ ეს 2 მილიონი ადამიანი თუ 1.5 მილიონი ვინც დაუჭიდა ვინც ცდილობენ რომ მონებას გვაქციონ ერი დაყრწორად იქ ნოცევრა აქეთ ნაცედი გაასაზღვრეს ქართველი ერი გაასაზღვრეს საქართველოს ხო შეიძლება ჩემო მეგობრებო ჩემო კარგო ადამიანებო ჩემო ლამაზო ქართველებო შენ გენაცვალე ძმაო შენ გენაცვალე ოქრო ხარ სიყვარული ვთესოთ ხახო ნუ დავდივართ დაბოღმილებით ხო ერთმანეთს ნუ უყურებთ შურის თვალით ბოღმა თვალებით მამის მკვლელი თვალებით ერთმანეთს მოვეწერეთ აქცეული ავაყენო ფერზე გაჭილობულ წელი დაუწოდოთ გენაცვალე ოქრო ხარ ძმაო ოქრო ხო შეიძლება არ გვიშველი ჩემო კოკო ჩემო ძმაო არც ბიძინა არც მიშა არც პეტრი არც პავლე არავინ ძმაო
ბიჭო ესენი შეძმობას ვიცოა რაგან ერთმანეთზე დგანან და ჩვენ კიდე გვაჩმორებენ ახლა და ბიჭო მოდი რა ეს საზოგადოება ვისაც ღირსება დაგჭათ ვისაც საქართველოსთვის კარგი გინდათ რაღაცა მოვექცეთ ერთად რა იმას ნუ იკითხავთ რომ ფული არის არ არის რაღაცა ჯიგრი დაიმსხრა დაინგრა გაუბედურდა სკლინს და რა ვიცი განავალს გვაჭმევენ ძმაო და მეტი რაღა გითხრა თავზე დაგვაქაქეს უყველას და ღირსება ჩვენ აღარ დაგვჭა და არაფერი და რა გჭირთ ბიჭო ერთმანეთის გულისთვისა რაღაც ავიტანოთ ერთმანეთის რა რავი აღარ ვიცი მართალი ხარ შემოგევლე მართალი ხარ და აი ამას ხო ყველას რომ თავი დავანებოთ ამ ვიღაცა ბიზნესა მიშას და ედიკას და პეტრეს და პაულეს ევროპას და ამერიკას ერთმანეთს ხელი ჩავყიდოთ ქართველებმა და ერთმანეთს გაიხარე შენგენაც ერთმანეთი გვიყვარდეს უფალი გვიყვარდეს უფლის გზას გავყვეთ დედა ეკლესიას წენ პატივი ჩვენს ეს ბერს და ჩვენ წინაპრებს პატივი ჩვენ ქვეყანას პატივი ამ მადლიას დალოცულს რა სადაც დავიბადეთ გავიზარდეთ სადაც სოქლობ და სადაც უნდა დავიმარხოთ ამ ყველაფერს პატივი ჩვენ ქართველობას პატივი ჩვენ ქართველობას სიტყვა ქართველებს პატივი და ყველაფერი კარგად იქნება ლამაზად იქნება იღაცა ბიბლინა და მისაკი არა ერთმანეთს ხალხო პატივი ქართველებმა გაიხარე ოქრო ხარ დიდი მადლობა ძმაო ამ ბგერის გაჟღერები ეხა სმენა მაგ სანამ კიდე რამოდენიმე წუთი მაგ და თუ მომისწრებთ ერთი ჩემო კარგო ქვეყანა ქართული ხმების გოგი დოლიძე რო იწყებს თუ მომინახავთ უცბად კარგს იზავთ თუ არა და ნუ შემდეგში იმას ვიზავ რა ჩავრთო მაგრამ თუ მომინახავთ გეხვეწებით ეგრე გოგი დოლიძის ქართული ხმები ჩემო კარგო ქვეყანაო მაგითი მიდარ დავამთავრო რა და თუ მომისწრებთ სტუდიას თქო ბიჭებს ნახეთ ჩემო ოქროებო თუ შეგიძლიათ რა კაი შემოგევლე მე ნახე ცადე და ეხ მეც მაგასობაში ბიჭო ორი კაკალი ხალხი ვართ რა აი ხა ვის ვემსახურებ რო კითხო ცალცალკე ამ ჯგუფსაც და იმ ჯგუფსაც ქართველებს ვემსახურებით ხო ორივე რა ოღონდ განსხვავ და ამ პატარა ვითომ რაღაცა განსხვავებას მოუგონებთ ერთმანეთს და თანა ზათავარ ძმაო ჩავჩეხოთ ერთმანეთს და თავპირში ურტყათ რამე რკინის ისინი რა საგნები რა არ შეიძლება რომ რაღაცა ოჯახში ხა ყველა გამართულად არის ძმაო ყველა ვერ არის გამართულად ზოგის მაგრამ როგორც ოჯახის აი დიდ ოჯახა წარმოიდგინეთ საქართველოს და რაღაცა მოეფეროთ ერთმანეთს აი ეს გველის წიწილები რო ხართ მოიცა იმას მოუთინა დადუმდით თორე ამო გაგლიჯავთ მაგენებს რა თქვენი ბრალია ბევრი რამეები რა ჩემ ქვეყანას ჭირდება და საჭიროა რომ ეხა კონსოლიდირება მოხდეს ჩვენი ქვეყნის გარშემო რა ვიღაცამ რაღაცა დათმეთ და ვიღაცა ამ ხელისუფალმას დათმეთ ძმაო 1000 ჯერ გითხარით და ჩაატარე რა ეს არჩევნები რა თავი ბოლო იმასკენ წარმოიდგენ ეხლა ამად დუდუკის დაკორაზე ვიარო დაუმტკიცე რომ ბევრნი ხართ ძმაო დაუმტკიცე რატო არ უმტკიცებ ხო ხედავ ამ ხელა ქაოსი წევს ეგ შეიძლება ძალიან ცუდ რამეში გადაიზარდოს დამიჯერეთ მე ხა იმითი არ ვლაპარაკობ ხალხო რომ აი გველობი და აი ნახე რა დაგემართება არა რა გულწრფელად გეუნებით ხელისუფალნო გააკეთეთ კიდევ ერთხელ არჩევნები და დაუმტკიცეთ რომ ბევრნი ხართ რა იმ ოპოზიციას და თქვენით უნდა წავიდეს ყველაფერი რა მოდი უკვე დასასრულისკენ მაგ ზარს ვერ ვასწრებ ხო ალბათ რა ზარის მიღებას ვეღარ ვასწრებ ბოდიშ ვიხდი თუ ვინმეს ვეღარი მოგისწარით მომავალ შეხვედრამდე ჩემო ძვირფასებო ეს თხოვე აგერ ბიჭები მეუბნებიან რომ მზათა აქვთ ეს და გოგი დოლიძის ქართული ხმების ნამღერი შეიძლება ქართული ხმები აქვთ მომზადებული ალბათ რახან თხოვე და ილია ჭავჭავაძეს თუ წმინდა ნავთვლით თუ კარგა ეს კაცი მოუკალი და ჩვენ რამე გვაქვს ბიჭო სალაპარაკო ერთი კარგა დაფიქრდით რა შიგნით გულში შიგნით მოიფათურეთ რა სულში ხელები და ნახეთ რა ერთი რა წარმოშობის ახართ რა
დაუთმეთ ერთმანეს, თორე სულ ნაცარტუტად იქცევა მთელი ეს ქვეყანა რა. ვეღარაფერი ვეღარ გვიშველის დედამიწაზე რა. როგორც სოდომი და გომორი აღიგავა პირისაგან მიწისა, ესე დაგვემართება ძმაო იმ ხელა ცოდვებში ვართ უკვე რა. ერთი დაცხეთ რა ჩემი ეს ჩემთვის უსაყვარლესი სიმღერა რა. Schön wie der